მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო. ბრიტანულ-ქართული აკადემია იწყებს ერთობ საინტერესო პროექტს YouTube არხზე, რომელსაც ეწოდება სასარგებლო პოდკასტი. ამ პოდკასტის ფარგლებში გვექნება მარტივ და გასაგებ ენაზე სხვადასხვა აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა საინტერესო სტუმრებთან ერთად. გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეო და გამიწეროთ ჩვენი არხი. მე ვარ სოფრო შხენტი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის მოადლე და დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ხელოვნური ინტელექტი განათლებაში. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი შოთა აზიკური, რომელიც არის ფილოსოფიის დოქტორი, ერთ-ერთი პირველი ქართული AI სტარტაპის დამფუძნებელი, რომელსაც ეწოდება MyLingo და დღეს მოკლედ გვექნება მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ძალიან აქტუალური და საინტერესო თემის განხილვა, როგორც უკვე გითხარით, AI და განათლება. შოთა, ყველასთვის რომ გასაგები იყოს, რაზე ვსაუბრობთ, მოდი დავიწყოთ პირველი შეკითხვით. რას ნიშნავს ეს generative AI და რა, ესე ვთქვათ, რას ნიშნავს generative AI განათლებაში უშუალოდ, აი ამაზე რომ გვესაუბროთ. პირველში მადლობა მოწვევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურადაც ვიცოდეთ, გვესმოდეს როგორ მუშაობს ეს სისტემები, რათა მე უკეთ გავიგოთ, სად უნდა დავნერგოთ, სად არ უნდა დავნერგოთ, ასე შემდეგ, ხო? ხელოვნური ინტელექტი ეს იყო ზოგადად კომპიუტერების შექმნიდან მოყოლებული ყველაზე დიდი ამოცანა, რაც სფერომ დაისახა და დღეს უკვე ისე ყოველდღიურობაში AI ყოლა, რაც გაუფასურდა თითქოს ვერ ხვდებით რამხელა რაღაცასთან ხო, რაც ადამიანის ინტელექტის გავსი სისტემის შექმნა, ხო? და ეხლა რატო არის ეს რთული, ხო, პროგრამისტისთვის? ჩვენ რო ხელოვნური ინტელექტი შევქმნათ, ანუ ადამიანის გავსი ინტელექტი შევქმნათ, ეს რეცეპტს ვერ მივცემთ, იმიტომ რომ ჩვენ არც გვესმის ჩვენი ინტელექტი როგორ მუშაობს, ხო? და ეს რევოლუცია, რაც მოხდა, ტექნოლოგიური რევოლუცია იყო, რომ პროგრამისტებმა შეძლეს გამოიგონეს, ასე ვთქვათ, ალგორითმი, რომელიც სწავლობს მონაცემებიდან. ანუ ჩვენ კი არ დავაპროგრამეთ ეს სისტემები, ანუ მივეცეთ ძალიან დიდი მონაცემები და ამ სისტემებმა ამ მონაცემებიდან ისწავლეს ესეთ რაღაცები, როგორც არის სურათის ამოცნობა, საუბარი, ტექსტის გარჩევა, აუდიო დაგენერირება, ხო? ეხლა ეს რატოა მნიშვნელოვანი? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ როგორც სწავლის ალგორითმი, მივეცეთ მონაცემები და ამან თავისი სწავლა, ეს რას ნიშნავს? რომ არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პროგრამისტი, რომელმაც სხვა პროგრამას ხო აქვს, რომ აი ამ ჩვენ პროგრამას შეუძლია ეს და ეს. წაიკითხავ ინსტრუქციას, იცი რას მიიღებ. ამ ტექნოლოგიის ასე ვთქვათ, საოცრებაც, ამეროს ძალიან დიდი რისკიც არის ის, რომ რა ისწავლა ამ მოდელმა. პრინციპში არც ერთმა მისმა შექმნილმა ეს არის. და ჩვენ რაცა პირდაპირ ექსპერიმენტის მონაწილეები ვართ, ეს სისტემა ჩვენ ყველა ხელშია და ვნახულობთ ყველა სფეროს წარმომადგენელი თავის ცოდნით აღმოაჩენს რა ისწავლა. ხო, ეს მთელი კაცობრიობის ცოდნა ჯავდეთ და რა რეგულარობა დაიჭირა ამ მონაცემებში ამ ხელოვნურმა ინტელექტმა, ეს უნდა აღმოაჩინოს ყველა სფეროს წარმომადგენელმა თავისით. ეს ნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიის ათვისება დანერგვა ასე შემდეგ არის არა პროგრამისტების პრეროგატივა, მხოლოდ არამედ ჩვენ სფეროს ექსპერტების, მოსწავლეების, ყველა საზოგადოების ფართოდ. ხო ეს არის ძალიან ზოგადად, ხო რაც გონია უნდა ვიწოდეთ. ესეთი რაღაცა ძალიან საინტერესო ამბავი ახსენე, ანუ ადამიანის ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტი, ხო? რამდენად ახლა ასევე ახსენეთ სიტყვაზე რაღაცა data analysis, ხო? უშუალოდ მონაცემთა დამუშავება. მე როგორც ვიცი და ალბათ ახლა შენ შემისწორებ უკეთ რაღაცა მეშლება, ესე იგი ეს ხელოვნური ინტელექტი დგას ამ რაღაცა უკვე არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც ინტერნეტში მრავლად არის მიმობნეული. ხომ არ არის რაღაცა საფრთხე, მოდი რაღაცა რისკების ფაქტორზეც რო ვისაუბროთ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი გახდეს ტენდენციური იმ მონაცემებზე დაფუძნებით, რომელიც უფრო ხშირად ვლინდება ამა თუ იმ პლატფორმაზე და ახლა რისკის ფაქტორი რა ხან ვახსენეთ, ჩვენ ვიცით, რომ ინტერნეტი სავსეა ზოგადად მრავალი სიბინძურით
რაც მათ შორის, ხო? ანუ მხოლოდ რაღაცა დადებითი ინფორმაციით, არამედ არ ვიცი, დაწყებული სიძულვილის ენით დამთავრებული სხვადასხვა ნეგატიური და ცუდი კონტენტით. რამდენად არის იმისი რისკი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელსაც ბავშვები აქტიურად იმართავენ მასწავლებლების საგანმანათლებლო სივრცეში, ფაქტობრივად უკონტროლოდ არის შემოჭრილი, ხო? ჩვენ რამდენად უნდა აუკრძალოთ და ვთქვათ, რომ არა, ნუ ჯერ ცალკე საკითხი უნდა აუკრძალოთ თუ არ უნდა აუკრძალოთ. რამდენად არის მოკლედ იმისი საფრთხე, რომ მოსწავლეები და ახალგაზრდები გახდნენ აი ამ სიბინძურის სიტყვაზე მომხმარებლები. კი ბატონო. ნამდვილად სწორად თქვი. ანუ ეს მთელი ინტერნეტი რო მივეცით და იქნა რაღაცები ისწავლა. რა ისწავლა ღმერთმა უწყის, ხო? და ანუ ერთ-ერთი პრობლემა არის, რომ ეს მეცნიერები ხარ, რასაც მუშაობენ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, როგორ გავიგოთ, როგორ მუშაობს. როგორც ადამიანის ტვინს ნეირომეცნიერები სწავლობენ, ისწავლობენ ამ ხელოვნურ ტვინს პროგრამისტები და კოგნიტური მეცნიერები. და ეს რისკი ძალიან მაღალია. რა ითვისა და აი მაგათად ილონ მასკი და რაღაც ერთი ნაწილი იძახის, რომ ჭალებში woke მოდელია, ანუ რაღაც ლიბერალური ღირებულებები, ზოგი იძახის, რომ პირიქით ეს ღირებულებები არ აქვს და დიდი პრობლემა ამას ეძახიან alignment, ანუ ჩვენ ღირებულებებთან თანხვედრაში მოდის თუ არა, ეს არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რასაც ეს ლაბორატორიები აკეთებენ და ანუ ამ მოდელს რო შექმნიან და მოიღებენ, მერე მიდის გადატრენინგება, ასე ვთქვათ, რომ უფრო ძილობიანი იყოს, დავუშვათ ვიღაცა რო ელაპარაკება და სუიციდური აზრი შენიშნა, ჩააყენოს შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში, ხო? და ბევრი გზა არის ამის მართვის, თუმცა მეორე მხრივ ბევრი რაღაც არ ვიცით, ბევრი რაღაცა ექსპერიმენტულია და ამიტომ ნამდვილად ძალიან სიფრთხილე ჭირდება მით უმეტეს სკოლის კონტექსტში, მით უმეტეს ბავშვების კონტექსტში და თვითონ ეს კომპანიებიც რა თქმა უნდა მუშაობენ, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულები უნდა ვიყოთ მათ მიმართ, რაც კერძო ინტერესზე მოგების ინტერესია მათი და არა მაინც და მაინც რომ უსაფრთხო იყოს. ერთი რაღაც რაზეც აი კიდევ მინდოდა კომენტარის გაკეთება არის, რომ თქვენ ახსენეთ სანდოობის საკითხი დასვით ფაქტობრივად, ხო? აი ჩვენ ყავს რაღაცა თქვით რომ რაღაცა დარც ექსპერტებმა რაღაცა გარკვეული შემოწმება უნდა გაუწიონ იმას თუ როგორ მუშაობს, რას ამბობს, რა არის მართალი ალბათ, ხომ? რა არ არის მართალი. აი საინტერესო არის, როდესაც ეს ხელოვნური ინტელექტი ვარდება მოსწავლის ხელში, რომელიც არ არის დარგის ექსპერტი, უფრო მეცაც გეტყვით, ძალიან შორს არის დარგის ექსპერტობისგან. და არ ვიცი, უწევს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით რაღაცის სწავლა. არ ვიცი, მაგალითად საშინაო დავალების მომზადება, რაღაც არ ვიცი, გარკვეული საკითხების გარშემო მსჯელობა სიტყვაზე. აი რა საშიშროება დგას ამ დროს მოსწავლისთვის, იმიტომ რომ როგორც ალბათ ეხლა რაღაცა სიახლეს არ ვიტყვი, ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ დამარწმუნებლად ჟღერს. ის ისე გელაპარაკება, როგორც ადამიანები ელაპარაკებიან ერთმანეთს და იმის გამო რომ ეს რაღაც ადამიანური ელფერი აქვს, დიდ სანდოობას იწვევს ადამიანებში, ხო, რაღაც რწმუნების ნიჭი და უნარი აქვს, ესე ვთქვათ. შესაბამისად ის რომ მოსწავლემ რომელიც დარგის ექსპერტი არ არის შეიძლება მარტივად მიხვეს ამ ნარატივს ძალიან მარტივია ამ საშიშროება ალბათ. აი ამაზე რას გვეტყვი? კი ბატონო. ამისთვის მოიგონეს ტექნიკური ტერმინი ჰალუცინაცია. ბევრს აქვს ალბათ გაგონილი უკვე ეს სიტყვა. რაც გულისხმობს ეს რაღაცას, რომ ანუ საბოლოო ჯამში ეს მთელი პროცედურები, ეს საფუძველი ამ სისტემების არის სტატისტიკური ალბათური მოდელებია, ხო, ეს მომდევნო სიტყვას რა ალბათობა აქვს ამას წინასწარმეტყველებს მოდელი და ამით აგებს აგენერირებს მთელ ტექსტს, ხო? შესაბამისად, ანუ ამ მოდელს არ აქვს რაღაცა ზუსტი პროცედურა, რომელსაც იმას მიყვება და თუ ნახავთ რაღაც ბიბლიოთეკაში ამ წიგნში ეს ინფორმაცია არ არის, იგი არ ვიცი, არის შეეცდება, რომ გამოიგონოს. ხო, მომდევნო სიტყვა ყველა დიდი ალბათობა თუ ვერ იყო, მაშინ ყველა დიდი ალბათობა რაც არის, შემდეგ კი ის თქოს. და აქედან გამომდინარე, თავისი არქიტექტურით ეს მოდელები არის მიდრეკილი, რომ
ყველა შემთხვევაში რაღაც წინასწარმეტყველს, იმ შემთხვევაშიც თუ არ იცის. ხო, ეს ჰალუცინაციები არის, ასე ვთქვათ, აქილევსის ქუსლი ამ ტექნოლოგიის და ალბათ ყველაზე დიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი მიდის ზუსტად იქითკენ, რომ ეს მინიმუმამდე დაიყვანონ. ამაზე დიდი თეორიული კამათება შესაძლებელი არის თუ არა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით და რასაც უყურებ მე როგორც ერთის მხრივ ქმნი ტექნოლოგიას ამასთან ამაზე დაფუძნებით, მეორე მხრივ მე თვითონაც მოვიხმარ სწავლებაში, სწავლის ამ შემდეგ საგრძნობი წინსვლა და ანუ ამ კომპანიებმა თვითონ ასე ვთქვათ გადაატრენინგეს ეს თავის მოდელები და მინიმუმამდე დაიყვანეს ეს ჰალუცინაციები იმით, რომ ერთი უკეთესი data მოიპოვეს ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმებული იმაში, რომ აღწერონ პასუხები და მისცენ კარგი პასუხები და აჩვენონ რა არის ცუდი პასუხი ამ მოდელს, გადაატრენინგონ და გაზარდონ სანდოობის ხარისხი. და პლუს თუ დააკვირდებით ახალ მოდელებს აქვს search-ის ფუნქცია. ან შეიძლება search-ს არ იკლიკი, მაგრამ თავსით იწყებს ძებნას, როცა ატყობს მოდელი, რომ მე ეს არ ვიცი. ხო და აი ამ ასე ვთქვათ ასწავლეს ამ ხელოვნურ ინტელექტს გამოყენება ინსტრუმენტების როგორც არის search, როგორც არის დავუშვათ წიგნები შეიძლება აუტვირთოთ და მხოლოდ იმ წიგნების კონტექსტში გაგვცეს პასუხი. ანუ რაღაც გზები არსებობს, რომლითაც ამ ჰალუცინაციებს ვამცირებთ, ამიტომ ყოველთვის მასწავლებელი ან მოსწავლე უნდა იყოს ინფორმირებული, რომელ ინსტრუმენტს იყენებს, აქვს თუ არა ამ სისტემას ეს დამატებითი ინსტრუმენტები, რომლებიც ამ ჰალუცინაციებს ამცირებს. ძალიან საინტერესოა და ეხლა ალბათ ეს თემა უშუალოდ უკავშირდება მედია წიგნიერებას და ზოგადად ციფრულ წიგნიერებას მე ვიტყოდი და ეხლა ძირითადად მე როგორც ვაკვირდები და რაღაცა ტენდენცია ისე მიდის, რომ ორ ბანაკად არიან, ხო? გაყოფილები ადამიანები, ერთნი ამბობენ, რომ არა, მე მას არ გამოვიყენებ, მეორენი კი პირიქით რაღაცა ძალიან დიდი ინტენსივობით იყენებენ ამ ტექნოლოგიას. აი თუ როგორ უნდა გამოვიყენებ და რა უნდა ვასწავლოთ? ხო, მოსწავლეს, როდესაც იყენებს ამა თუ იმ ხელოვნურ ინტელექტს, რა უნარები უნდა განუვითაროთ და ამ შემთხვევაში სკოლის როლი, ანუ საგანმანათლებლო სივრცის როლი არის, ალბათ აი ეს კითხვის ნიშნები ჩნდება უფრო მეტად, რომ როგორ უნდა მოვამზადოთ მოსწავლე იმისთვის, რომ იგი არ გახდეს რაღაცის მსხვერპლი, მაგალითად იგივე ამ ჰალუცინაციების, როგორც თქვენ ახსენეთ, და ამის გარდა აქ კიდევ ჩნდება რაღაც ახალი უნარების მნიშვნელობის საკითხი, ხო? მაგალითად, როგორ უნდა დასვას კითხვა ისე, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომწურავად მიიღოს და საინტერესო იყოს მისთვის, აი რაღაცა ამ ამბავთან არის მე მგონი კავშირი გასაბმელი. და ასევე თვითონ მასწავლებლის თემაც ძალიან საინტერესოა, მასწავლებელი როგორ უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ შეხვდეს აი ამ მოსწავლის და არა მხოლოდ მოსწავლის, არამედ ზოგადად განათლებაში არსებული პრობლემების საჭიროებას, ხო? კი ბატონო, რამდენიმე თემა გამოიკვეთა, ხო? ამო დავიწყოთ წიგნიერების საკითხი, რას გულისხმობს ეს წიგნიერება, ხო? ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით რა. ეს მოდელები ვფიქრობ დიდ მონაცემებზე დამუშავებული, ხო? ყველა მოდელს აქვს knowledge cut-off date, ქართულად იქნება, ანუ ცოდნის შეწყვეტის თარიღი. ანუ მაგალითად, მისცეს ცოდნა 20-24 წლის იანვრამდე. და იმის შემდეგ რა მოხდა სამყაროში არ იცის მოდელმა. თუ რას ნიშნავს წიგნიერება და რას ნიშნავს იმის ცოდნა როგორ არის მოწყობილი ეს სისტემები, ხო? თუ ეს ვიცით, ჩვენ არ ვკითხავთ ამ მოდელს 20-24 წლის შემდეგ რაც მოხდა იმ ინფორმაციას და არ ჩავარდებთ ამ ჰალუცინაციის რისკის ქვეშ, ხო? ანუ ესეთი ელემენტარული ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ეს სისტემები, დავუშვათ search-ად უნდა ჩავურდოთ, რა ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლია, არის რაღაცა როგორც ვთქვით ინსტრუმენტი, რომელიც ვუტვირთავთ ჩვენი ფაილებს და მარტო იქნა გამომდინარე გვაძლევს პასუხებს, ხო? და უამრავი დეტალია, რომელიც ამ ინსტრუმენტს აქცევს რაც სათამაშო გასართობი მელაპარაკება რაღაცა ეფექტის მოხდენიდან, რაც რეალურად გამოყენებად შედარებით უსაფრთხო და გაცილებით სანდო ინსტრუმენტად, ხო? ეს ცოდნა არსებობს, პლუს გროვდება იმის გამოცდილება თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები, როგორ იყენებენ მასწავლებლები და რა მუშაობს, რა არ მუშაობს. ამის აქედან გამომდინარე თვითონ ეს კომპანიები, ლაბორატორიები ცვლიან მოდელებს, არგებენ ამ მოხმარებელთა გამოცდილებებს, ინსტიტუტების გამოცდილებებს
და შემდეგ გვთავაზობენ რაღაცა ციგნიერების კურსებს ან რაღაცა დოკუმენტაციებს, რომლებიც აღწერენ რა მუშაობს, რა არ მუშაობს. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი, როგორც თავის დროზე ყველა ვისწავლეთ ელემენტარული საოფისე პროგრამები და მე ყველა ვისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება, ისე გვჭირდება, რომ ამ მარტო ChatGPT-ზე შევედი და რაღაცა ვკითხე და ხანის მითხრა, აი ამის მიღმა გვესმოდეს როგორ მუშაობს, რომელი მოდელი მუშაობს, რომელი ინსტრუმენტებს იყენებს და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ციგნიერების რვა. საინტერესო არის კი ანუ შენი პასუხი უბრალოდ ერთ ლიმიტაციას ასასხვა და ის არის რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მასშტაბი. და აი ამ და ვითარდება რაღაცა ელვისებური სისწრაფით და აი ამ ყველაფერთან დაწევა, იმიტომ რომ ზოგადად ეს რაღაცა საკვას ოთახი თავისი ბევრი კომპონენტით ძალიან ტრადიციული ნიშაა, ხო? და მასწავლებლებისთვისაც ხანდახან რთულად გასააზრებელია ხოლმე მოსწავლე, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ფეხაწყდუნი, ასე ვთქვათ, და უფრო მეტად არიან მიმღები ამ სხვადასხვა ინსტრუმენტის და საინტერესო არის აი უშუალოდ ეფექტურად გაკეთება ამ ყველაფრის, როგორ შეიძლება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც და საერთოდ შესაძლებელია თუ არა, რა მასშტაბითაც ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და რა სისწრაფითაც ვითარდება. აქ რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი. ერთი ეს სისწრაფე საქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, ხო? ანუ უარყოფითი მხარე, ხო, ეს არის ვერ ვეწევით, ხო? და უბრალოდ არ დრო გვაქვს, არც ინსტიტუციონალური დრო გვაქვს ამისთვის ასე შემდეგ. თუმცა მეორეს მხრივ ამის განვითარება გულისხმობს იმას, რომ ერთი უფრო ნაკლები რაღაცებს გარკვევა გვიწევს, იმიტომ რომ უფრო თვითონ თავისთავად უფრო დასაყრდენი ხდება ეს სისტემა, უფრო ნაკლები ჰალუცინაცია ჩვენ საქმეს უკვე, ანუ თუ იქამ ჩვენ უნდა გვცოდნუნა ყველაფერი და გაგვერკვია, ახლა თვითონ კომპანიები იღებენ, რომ უფრო ხო უსაფრთხო იყოს, ფოტოშოპით ამოწმებენ, რომ ასაკის შესაბამის სხვანაირ შეზღუდვებს უწესებენ, ნახეთ OpenAI-ს შექმნა თუ არ ვცდები, მშობელს აძლევს კონტროლს, რაზე შეუძლია მოდელს ელაპარაკოს თავის შვილთან, რაც გაიდლაინებს უწერს და ეს შეიძლება სკოლასაც მიენიჭოს ეს პრეროგატივა. აი, რაღაცა ესეთი ინოვაციები ხდება, რომელიც ჩვენ მოხარებლის ტვირთს ასუბუქებს, ხო? და მეორე თვითონ ეს მოდელები ნელა ისე ჭკვიანი ხდებიან, რომ ანუ თავშუად როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი, ამაში თვითონ ამ ინსტრუმენტს ვკითხავთ და დავიხმარებთ, ეს რაც უცნაური ტექნოლოგია, რომ ანუ უნივერსალური ამგაგებით, რომ ყველაფერში თვითონ ეს ტექნოლოგია შეგვიძლია დავიხმაროთ, როგორც თვითონ ამ ტექნოლოგიის შექმნაში იყენებენ ამ ტექნოლოგიას, ხო? ანუ ეს ასპექტიც აქვს. ძალიან საინტერესო, უბრალოდ მე ზოგადად ადამიანი ვარ, რომელიც უფრო კრიტიკისკენ იხრება ხოლმე და შესაბამისად ვცდილობ ხოლმე, რომ კრიტიკული მხარით დავინახო და ეხლა შენ ძალობ ეს არის არჩეულებრივი, ძალიან მაგარია, მაგრამ მეორეს მხრივ აქ დგას სერიოზული რისკი, ხო? აი რისკი, რომელსაც ეწოდება აზროვნების გადაბარების თემა. მე მახსოვს რაღაცა 2 წლის წინ მიკითხულობდი კვლევას, ესე იგი ლონდონში ნავიგაციას როგორ ახერხებდნენ ადამიანები, ვიდრე გამოვიდოდა GPS-ი და ლონდონი ძალიან დიდი ქალაქია და მოკლედ რაღაცა ამ ლავირება ქუჩებს შორის იყო ერთ-ერთი სკილი, რომელიც GPS-ის შემოსვლის შემდეგ აბსოლუტურად დაიკარგა. და გაქრა. ხომ არ დგას ამ ხელოვნური ინტელექტის შემოსვლის შემდეგ და ჩვენ ახლა გავაგრძელებთ ამ საოფისე რაღაცა დავალებებით, იქ რაღაცა დიპლომების credibility-ს ეგრეთ წოდებული სანდოობის საკითხი საუბარს, თუმცა ვიდრე მანდ მივიდოდეთ, აი ხომ არ დგას საშიშროება, რომ ჩვენი აზროვნება შეიცვალოს, აზროვნების სტილი შეიცვალოს და შეიცვალოს არა პოზიტიურობისკენ, არამედ ნეგატიურობისკენ და მთლიანად მოხდეს ამ რაღაცა გადაბარება ამ ყველაფრის რაღაცა რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ხო ადამიანის ხელოვნური ინტელექტისთვის და აი რაღაცა რა პროგნოზი დგას ამ ამბავში. კი ბატონო, ხო მე ცოტა ოპტიმისტი ვარ, გაგიჩნია. მაგრამ ხო, ვერ უარყოფ, რომ მართლა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე გავარ და გეთახმები, რომ
კოგნიტური გადაბარება, ჩვენი აზროვნების გადაბარება ამ სისტემებისთვის არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც კაცობრიობას უდგას ამჟამად. ხო, ეს ახლა ერთის მხრივ კლიშეა, ხო, არა სოკრატედან, რომ ეს დამწერლობა რო გამოგონოთ, ადამიანები ვეღარ ვიაზროვნებთ, ხო? ანუ ეს მოყავთ ხოლმე ოპტიმისტებს, თავში ხო მე შემიძლია ეს მოვიყვანო, მაგრამ კი, ამბობდნენ რომ კალკულატორების ხო, მე კალკულატორი ყველა ახალი ტექნოლოგია, თუმცა ეხლა მეც შემოვალ ამ კრიტიკულობაში იმ გაგებით, რომ თუ ეს ძველი ტექნოლოგიები რაღაც აზრით ჩვენი აზროვნება ბევრი ნაწილისგან შედგება, ხო? ეს ტექნოლოგია კალკულატორი ჩვენი აზროვნების რაღაც პატარა სეგმენტს ავტომატიზაცია გააკეთა, ხო? დამწერლობა ჩემი აზრით დამწერლობა პირიქით წერა გვეხმარება, წერის პროცესში გვეხმარება აზროვნებაში. ამ ტექნოლოგიის ინოვაციურობა და რევოლუციურობა იმას მდგომარეობს, რომ კი არ გვეხმარება, შეუძლია მოდელირება გავუკეთოს ჩვენ როგორც ინტელექტუალური არსების ჩვენი მოდელირება გავაკეთოს, დაწეროს ჩემი დავალება, გაგეთ შემაგებოთ კვლევა, რაღაცა შეაფასოს მოსწავლის ნაწერი, ასე შემდეგ. ყველა კოგნიტური აქტივობა, ყველა გონებრივი აქტივობა, რასაც ჩვენ ადამიანის ინტელექტს მივაწერთ, თითქმის ყველაფერი უკვე ხო ამას შეუძლია და რაც რო გადის ყოველი ახალი მოდელი უფრო ჭკვიანია. ეს აჩენს ზუსტად ამ დესკილინგის, ანუ ჩვენი უნარების გაქრობის სერიოზულ რისკს. მით უმეტეს სკოლაში და უნივერსიტეტშიც ეს უნარები ჯერ არც კი არსებობს, ხო? ამას არის სივრცე, სადაც ეს უნარი და შექვა. ჩვენ როგორც რაღაცა ფიზიკური ვარჯიშისას ჩვენ სხეულს, ჩვენს კუნთს ვაჭრობთ რაღაცა პროცესი, ზუსტად იგივეა ჩვენი ხა წეგან კი ვთქვით, რომ არ ვიცით ჩვენი გონება როგორ სწავლობს და რა თქმა უნდა, თან ბევრი რაღაცაც ვიცით. და ერთ-ერთი რაც ვიცით არის ის, რომ თუ გინდა რომ რაღაცაში იყო კარგი, ეს უნდა აკეთო ხშირად, უნდა შეხვდე desirable difficulty, ხო, რაც სასურველი წინაღობები უნდა შეუქმნათ ბავშვსაც, სტუდენტსაც, დასრულსაც, ხო? თუ გვინდა რომ ჩვენი გონებრივი ის ავლესოთ, ასე ვთქვათ, ხო? და ეს არის ალბათ ძალიან დიდი გამოწვევა იმ გაგებითაც, რომ აქ ერთი არის, რომ დაუშვათ რაღაცას არ მაცობს დაუშვათ და ვთქვით, რომ არ უნდა იზარმაცონ ბავშვებმა, მაგრამ ეხლა მე როგორც დასრული ადამიანი ხო, რაღაცა მე კოდსაც წერ რა და ხშირად უბრალოდ ეს უკეთ წერს ჩემზე კოდს რა და ეს მე ბიზნეს არჩევანი მიდგება რა, ეხლა კოდის წერაზე და ხო თუ ეხლა მე ჩემი უნარი შევინარჩუნო, მაგრამ ჩამოურჩე და მეტი მოგება არ მქონდეს, მაგრამ მე ეს გრძელვადიან იმაში რა შედეგს მოგცემს ამაზე ძალიან ასეთ რთული არჩევანია ხო მე რომ გითხრა ხა რომ გამსავალი მაქვს აქ მოგატყუები იმიტომ რომ ძალიან რთული ბევრი ზეწოლა რომელიც ძალიან რთულია რომ ეს არ გამოიყენო და ეს გადაბარება არ გააკეთო თუმცა მეორე მხრივ ხო ამას როგორც საზოგადოება მისაც უნდა შევხედოთ რა დონეზე გვიღირს რომ ეს გადაბარება გავაკეთოთ იმიტომ რომ შემდეგ ამ ჩვენ კოგნიტურ უნარებთან ერთად კარგავთ ჩვენ აგენტობას ჩვენ რაღაცა პასუხისმგებლობას რომ ავიღოთ რაღაცას იმიტომ რომ ჩვენი ეთიკური ცხოვრება რაღაცნაირად ინტელექტუალურ შესაძლებლობასაც ეყრდნობა ხო და თუ ეს ინტელექტუალური შესაძლებლობა გაქრება შენი აგენტობაც ჩვენი აგენტობაც ამაში გაქრება ამ შემთხვევაში გულისხმობ იდენტობის კი ხო ანუ ჩვენ რა პროფესიონალები ვართ ჩვენ ვართ რა ვიცი რაც პროფესორია რაც მასწავლებელია რაღაცა ხო რა პროფესია რას ნიშნავს ხო რომ რაღაცა ინტელექტუალური უნარები გვაქვს და ეს თუ აღარ გაქვს მაშინ რა რჩება ჩვენგან ხო ინტერესო ის არის რომ ახლა შენ ახსენე რომ მეც კი ხო თქვენთან ზრდასრული ადამიანი ხართ შოთა და თქვენც კი გაქვთ ის ასე ვთქვათ საფრთხე და შიში და წარმომიდგენია ეს რამდენად გადადის მოსწავლეზე ხო ანუ და მოდი ახლა მივადგეთ დავალებების ნაწილს და იმ გამოწვევას რაც უშუალოდ მასწავლებელს შეეხება ყველა დავალება მე პირადად როგორც მასწავლებელი რომელსაც გავცემ ხოლმე ჩემ მოსწავლეებთან აი სულ მაქვს ეს კითხვის ნიშნები ჩემ თავთან რომ მოსწავლემ ეს თავისით შეასრულა თუ შეასრულა არ ვიცი ChatGPT-ი Grok-მა Gemini თუ სხვა რომელიმე generative AI აი ამ ამბავში რა მოსავალი გვაქვს საერთოდ გვაქვს რამე გამოსავალი
და ისე კიდევ ერთხელ საით მივდივართ. თუ არაფერზე არ მაქვს ინფორმაცია, ჩვენ ვიცით რომ ვერც ერთი ესე იგი ინსტრუმენტი ამას ვერ ამოწმებს. ხო, ვინ დაწერა და თუ ვინმე გვეუბნება რომ ამოწმებს, ესაც არ შეესაბამება 100%-იან სიმართლეს. ამ შემთხვევაში რა გამოსავალი გვაქვს მასწავლებლებს? ორი სიტყვით ამას შევეხები შემოწმების საკითხს, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთ მასწავლებელს მიეწოდება ინფორმაცია რაღაცა საიტია შეხვალ და იქ შემოწმებ. უბრალოდ აქ არის ყოველთვის არის შანსი, რომ ამ მსგავსმა საიტებმა შეცდომის გითხრას მოსწავლეზე, რომ ChatGPT-ის დაწერილი არა და არ იყოს დაწერილი. ამიტომ ბევრმა საგანმანათლებლო ინსტიტუტმა ეთიკური საკითხებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ არ გამოიყენოს ესეთი შემოწმების ინსტრუმენტები, რომლებიც შეაგვიბიძგოს, რომ არასწორად ავადანაშაულოთ ბავშვი და მეც ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგიები. თუმცა კი ეს არის მართლა ერთ-ერთი ყველაზე ცხადი და შესახები პრობლემა, რომელიც აი როცა თემაზე ვსაუბრობთ და რაღაცა რომელიც მქონია საჯაროდ ამაზე მოხსენები, ყოველთვის დგება და მეკითხება, რომ აი ჩემი სტუდენტები, ჩემი მოსწავლეები ზუსტად ვიცი რომ მიწერენ ამ ტექნოლოგიით პასუხებს ესეებს ასე შემდეგ. ხო, ეს არის ალბათ პირველი რაც ყველა შევეჯახეთ. ბევრი უნივერსიტეტი, ბევრი სკოლებზე ნაკლებად აქვს ინფორმაცია. ბევრი უნივერსიტეტში მაგალითად ვიცი, რომ ასე ზეპირ გამოკითხვაზე გადავიდნენ და რაღაცა ესეთ. ჩემი აზრით, მე ხა ესე ვხედავ, რომ რაღაცა ვიკითხე, ბევრი რაღაცა ვიკითხე და არ მომეჩვენა არც ერთი პასუხი დამაჯერებლად. ალბათაც ჩვენ ვდგავართ ახლა რაღაც პარადიგმის ცვლილების წინ. ხო, როცა ეს რაღაც ხო, ყველა ვარჩეჩვე რაღაც მოსწავლეს რაღაც დავალებას ვაძლევთ, მიდის სახში აკეთებს, მოდის ვამოწმოთ. ხო, ეს თან რამდენიმე მიზეზის გამო არის ეს პარადიგმის ცვლილება, იმიტომ რომ ეს შემოწმება ჯერ ეს ერთი უკვე AI-საც შეუძლია გააკეთოს, ხო? და აქ რაღაც მომენტში სკოლას დაუდგება ესეთი კითხვა, რომ რატო დავახარჯინოთ ჩემ მასწავლებლებს დრო ფიდბექის მიცემაში, როცა მე ვიცი, რომ ეს AI სისტემა უკეთეს ფიდბექსაც აძლევს და უფრო სწრაფადაც აძლევს. აკეთებს უკეთეს. ეხლა ვერ აკეთებს, მაგრამ მე ვამბობ, რომ დიდი ალბათობით იმ დონეზე მივალთ, რომ მისცემს, ხო, უკეთეს ფიდბექს. ანუ ნელა ეხლა როგორაცა იცი რომ ვეჭიდებთ, რომ აი ჯერ მაინც ამას უკეთესად აკეთებს მასწავლებელი, ჯერ ამას ვერ ჩანს, მაგრამ რაღაც მომენტში დავდგებით ესეთი რეალობის წინაშე, რომ ბევრ რაღაც რაც აქამდე ვაკეთებდით, ან აზრი აღარ აქვს, ან ეს სისტემა აკეთებს უკეთ. და მოგვიწევს სრულიად გადავიაზროთ სხვანაირად მივდგეთ. ეს მგონია, მაგრამ თან ისიც მართალია, რომ სკოლას თავის ეს სინელი აქვს და თავის ტრადიციულობა აქვს და ესე ერთ წელში და ორ წელში გადაწყობა ვერ მოხდება. მაგრამ ჩემი პრაქტიკულად რო ჩემ წარმოდგენა რო გითხრათ, ერთი მგონია, რომ აი project based ან პროექტებზე დაფუძნებული მიდგომები შეიძლება გახდეს უფრო აქტუალური, მაგალითად სემესტრის ბოლოს რაღაცა მოსწავლეებმა კონკრეტული პროდუქტი დაადონა, რაღაცა სპექტაკლი ჩაატარონ, ან რაღაცა რასაც არა უბრალოდ გავზომოთ, არამედ მათი იდენტობის ნაწილი ექნება, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც აი ამ სემესტრში მივახცე აი ამას. თან რაღაცა ვისწავლე, თან რაღაცას მივახცე, ჩემი ნაწილი გახდა და უფრო აი ეს ტესტირება შემოწმების რო აი გასწავლე შეგამოწმედან იქცეს სკოლა და საგანმანათლებლო ინსტიტუტები რაღაც პროექტების გაკეთების ადგილს, სადაც რაღაცა skills უნარს იმიტომ კი არ იძენ რომ ტესტმა შემიმოწმოს. არამედ იმიტომ რომ რაღაც მე ესეთ ადამიანი მინდა ვიყო რომ შემეძლოს და ეს არის ჩემი სივრცე, სადაც მე ამას ვისწავლი და ამას გავაკეთე. ისე მიზნებიდან გამოვდივარ. ხო და რაც შეიძლება ეს უკეთესიც იყოს, ხო? მაგრამ მაინც ყოველთვის დგება საკითხი, რაც მე მიდგას უკვე ეს დასულ ადამიანს, რომ ეს ჩემი მიზანს მივახციო და მარტივია რომ ამას გადავაბარო, მაინც მე მგონია ეს მარტივი გზა არ იქნება და დიდი სირცულები გველის. ანუ ამ ყველაფერს ახლა მივყავართ იქამდე, რომ აი რაღაცა წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარ მშობელი და რაღაცა ჩემ შვილს ვაძლევ, იგივე მე ვარ მასწავლებელი სკოლა. ვაძლევ რეკომენდაციას, რომ ეს თულები, ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს და ინტეგრაცია მოახდინოს ამ ყველაფრის, თუ პირიქით იმ ამბავში ვდგები, რომ არა, ეს შეთითონ უნდა გააკეთო. აი ამაზე რა რეკომენდაციას მოგხსენებთ? ხო, ეხლა ანუ გადავდივართ უკვე რა უნდა გააკეთოს სკოლამ დავუშვათ, ხო? ანუ უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ამ მშობელმა. ხო, ჩემი დაკვირვება ეხლა ესეთია რა.
რო დავუბრუნდეთ ისე რა ვიცით იმის შესახებ თუ როგორ სწავლობს ადამიანი, ხო? ანუ ჩვენ რაღაცა ეს კოგნიტურმა მეცნიერებამ ჩაგვახვედა ჩვენ გონებაში და უკვე ვიცით, რომ ადამიანი სწავლობს მაშინ, როცა ეს ასე ვთქვათ, მეტაფორულად რო ვთქვათ, რაღაცა გონებრივი ოფლი გამოსდის, ხო? რაღაცნაირად თუ გონება მარი ვარჯიშა, არ დაიხარჯა, შედეგს ვერ ვიღებ. ხო, ესე ძალიან მარტივი ჰეურისტიკა შეიძლება იყოს ის, რომ თუ ChatGPT-ს ან ამ მოდელს იყენებს მოსწავლე ისე, რომ აი ეს გონებრივი ოფლი არ გამოსდის, ესე იგი არაპროდუქტიული. მაგრამ აი მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითი როგორ შეიძლება გამოიყენოს მოსწავლემ ისე მოდელი, რომ დაიხარჯოს ივარჯიშოს, ხო? მე პირადად ვიყენებ და ძალიან ბევრი იყენებს ესეთი სოკრატული დიალოგის მეთოდი. ხო, რა არის ეს სოკრატული დიალოგის მეთოდი? როგორც სოკრატე ეკითხებოდა, ხო, იქ დადიოდა საბერძნეთში ქუჩებში და რატო გჯერა ეს აბა საიდან მიხვედი მაგ დასკვნამდე ყველა პასუხზე კიდე გეკითხებოდა, ხო? ეს მოდელები სპეციალურად აი Google-ის მოდელი განსაკუთრებით Gemini გადაამზადეს შექმნება და ასწავლოს ეს განათლების ფსიქოლოგიაში მიღწეული ცოდნა ჩაუდეს, ჩაატრენინგეს, გადაატრენინგეს. და როცა ეთქვი რა იყავი ჩემი სოკრატული დიალოგი ჩამიტარე და დამეხმარე გავიგო, რა ვიცი, ფოტოსინთეზი ან რა ვიცი, რაღაცა კონკრეტული თემა. ეს მოდელი გადადის სრულიად სხვა რეჟიმში. გეკითხება ჯერ აბა რა იცი? ეს მითხარი. ოკეი, მე შეგეკითხება, კაი, ეგ საიდან იცი? თუ რა შეგეშალა დარწმუნებული ხარ, რომ იგიცი და ამ დიალოგში არის არ განგსჯის, არ გიბრაზდება, თვითონ ბავშვსაც ის შეგრძნება არ აქვს, რომ აიმე ხა კლასი მიყურებს, ან ეს მასწავლებელი ჩემზე რას ფიქრობს, ხო? ეს გიქმნის უსაფრთხო სივრცეს და შენ წინარე ცოდნას კიდე ერთი რაც ვიცით კოგნიტური ფსიქოლოგიისგან, ჩვენ ვსწავლობთ მარტო იმას, რასაც უკავშირებთ ჩვენ წინარე ცოდნას, ხო? და ეს სოკრატული დიალოგის მეთოდში ეს Gemini დაეხმარება მოსწავლეს გაიაქტიუროს თავის უკვე არსებული ცოდნა და ეს ახალი ცოდნა დაუკავშიროს ძველ ცოდნას. თვითონ ბავშვს მისცეს ეს აგენტობის, ეს რაღაც მიღწევის შეგრძნება უსაფრთხო სივრცეში და რაღაცა გაიგოს. მე მახსოვს პირველად ეს სოკრატული მეთოდი ვცადე რა ძალიან რთული კომპიუტერული მეცნიერების კონცეფტის, რომელიც 3 წელია ვცდილობ რომ გავიგო და ვერ გავიგე რა. და ეს ხო ჩემთვის რაღაცა გასხმოსნება რომ რა პროდუქტიული შეიძლება იყოს ეს თული, ხო? მაგრამ თუ ესე არ დაელაპარაკე ამ თულს და კითხე, დაგეწეს ასამ გვერდს. და ნუ რაღაცა ხო წავალ ვიკიპედიაზე ვნახავ, ხო? ეს ერთი პატარა მაგალითი, ხო, როგორ შეიძლება ეს ინსტრუმენტი ერთი პრომპტით გადააქციო პროდუქტიულ ინსტრუმენტად. ანუ მე როგორც მასწავლებელი მეც ხშირად მიმართავს ხოლმე მსგავსი მეთოდისთვის, ოღონდ ჩემ შემთხვევაში ასეა, რომ რაღაცა დავალებას, რომელსაც მოსწავლეს ვაძლევ, უბრალოდ მე ისევ კრიტიკული თვალით უყურებ და ვეუბნები, რომ გააკეთეთ AI გამოყენებით და შემდეგ მეორე ცდაზე მიუბრუნდი და შეაფასე კრიტიკული თვალით რა გააკეთა არასწორად. კი ბატონო. და იმან უნდა მომიტანოს, ანუ მოსწავლემ ამ შემთხვევაში უნდა მომიტანოს ანალიზი იმისა თუ რა შეეშალა, რაღაცა არ ვიცი, AI-ს თუ შეეშალა რამე, რას გააკეთებდა უკეთესად, რა გააკეთა კარგად და ასე შემდეგ. თუმცა, აი რა ვიცი, ისეთ უნარებზე როგორიც არის, არ ვიცი, თემის წერა მაგალითად, ხო? მე ინგლისურს ვასწავლე, ჩემთვის აქტუალური არის ეს თემა. რაღაცა ChatGPT-ის დაწერილი თემა, დაწერილი სიტუაზე მოსწავლის თემა და აი რაღაცა როგორ განსხვავდება ერთმანეთთან. გარდა ამისა, ხა თქვენ ახსენეთ სოკრატული დიალოგი, ხო? და ზოგადად სწავლა ხო რაღაცა შემეცნებითი პროცესი მე ესე წარმომიდგენია, რომ ასე ხდება, რომ ახალ იდეებს წარმოშობს. ხო, ანუ მე რაღაცა ძველ ცოდნაზე დაყრდნობით, ეხლა ჩვენ რო ვსაუბრობთ, შეიძლება რაღაცა ისეთ დასკვნამდე მივიდე, რომელიც სრულიად ახლებურია ჩემთვის. რამდენად აქვს ამის შესაძლებლობა AI-ს, თვითონ ხელოვნურ ინტელექტს? სრულიად ახალ ინფორმაციას თვითონ ის რომ ხო, არა, ხო. მაგრამ ნუ ბავშვებთან სკოლის მოსწავლეებთან ჩვენ ეგ არ გვჭირდება, ხო, რა ახალი აღმოჩენა გააკეთონ ეგ. მე მგონი პირიქით ჭირდება. ხო, მაგრამ ანუ კრეატიულობა. ხო, მაგრამ ახალი ბავშვისთვის ახალი იქნება, ან მოსწავლისთვის ახალი იქნება, სტუდენტისთვის ახალი იქნება, მაგრამ კაცობრიობის ახალს ჯერ ეს სისტემები ვერ იქნება. ჯერ
შოთა, კიდევ ერთ საკითხი, ახლა დავალებებს შევახეთ და აი რაღაცა რომ გადავიდეთ უკვე იმის სანდოობასთან დაკავშირებით, რაღაცა ვისაუბრეთ იმაზე, რომ დავალებების ტიპი ნელ-ნელა უნდა შეცვალოს, ხო? და მაგაში აბსოლუტურად მოგყვებით. თუმცა საინტერესო არის უშუალოდ აი ეს რაღაცა სკოლები, მშობლები, მასწავლებლები, აი ეს რაღაცა ეს საზოგადოება რამდენად აქ ესე ვთქვათ, ფეხდაფეხ მიჰყვება ამ ცვლილებებს. ახლა მაგალითად, ჩვენ გვაქვს სიტყვაზე უნივერსიტეტები, რომლებიც ისევ გასცემენ იგივე დიპლომებს, რომლებიც აქამდე იცემოდა სიტყვაზე. დავალებებიც ხშირ შემთხვევაში ამ სივრცეებში არის მსგავსი. ხომ არ დგება ამ რაღაც არ ვიცი, სანდოობის საკითხი, განათლების მიმართ უშუალოდ და აქ კიდე რაღაცა შემოდის, ამას წინათ საუბრობდით ჩვენო პირველად შევხვდით ერთმანეთს, რაღაცა ექსპერიმენტალური მოდელები სკოლის, ხო, რაღაცა ალფა სკოლა ხსენე რამდენჯერმე და რამდენად არის იმისი საფრთხე, რომ რაღაც ამ ხელოვნურმა ინტელექტმა გადაიბაროს მთლიანად სკოლის როლი და სკოლის ფუნქცია და რაღაცა არ ვიცი, გარკვეული ტიპის მოსწავლეები, რომლებიც ისედაც ამჯობინებენ არასაკმაყოფილო სივრცეში ყოფნას, იმიტომ რომ მათთვის შეიძლება როგორც თქვი, არ ვიცი, აზრი, სხვა მოსწავლეების აზრი იყოს დამთრგუნველი ან საჯაროდ სიტყვის გამოთქმის ეშინოდეთ, აი კიდევ უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებულები ამ თუ იმ ინსტრუმენტზე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული. აქ რამდენიმე საკითხია, ხო, ერთი არის, რომ თვითონ ჩვენი არჩევანი, საზოგადოების არჩევანი, რა დონეზე გვინდა გადავაბაროთ ამ სისტემებს ჩვენი განათლების სისტემა. მეორე არის, რომ რა დონეზე შეუძლიათ ამ სისტემებს გადაიბარონ, რა დონეზე მზად არის ეს სისტემები და უკვე რა ხდება, ხო, ამ მიმართულებით. განათლება არ არის უბრალოდ რაღაცა ინფორმაცია ჩაუდეთ თავში, კი ბატონო, ეს არის თავისი мотиваციის სტრუქტურა აქვს, რაღაცა იდენტობა ყალიბდება, რაღაც ინტელექტუალური ხასიათი ყალიბდება, რაღაც ეთიკურ ნორმებს სწავლობს სკოლაში, ხო? გეთახმები, მეც მაგაში გონია რომ ყველაზე დიდი სისუსტე ეთექს როცა ვამბობთ, ანუ საგანმანათლებლო ტექნოლოგიის იყო ყოველთვის ეგ, რომ რაღაც ოპტიმიზაციის პრობლემა წარმოიდგენდა, რაღაც პროგრამისტული თვინი, ხო, რაღაცას სწრაფად და უკეთესად როგორ გავაკეთოთ, როცა ეს გაცილებით ფართო, გაცილებით უფრო სოციალური და გაცილებით უფრო ეთიკური პროცესია, ხო? კი, ეგ ნამდვილად ეგრეა. რო ვთამაშო ამათი ადვოკატის როლიც, AI-ის ოპტიმისტების ადვოკატის როლი, ალბათ ისინი იტყვიან ესეთ რამეს, რომ აი რომ ნახოთ, ყველაზე ხშირად რისთვის იყენებენ ChatGPT-ს. შეიძლება რისთვის იყენებენ ყველაზე ხშირად ChatGPT-ს. მოსწავლეები? ადამიანები, ზოგადად ყველა. ბევრი ადამიანი მაგალითად ემოციური კონტაქტის. სწორად მივხვდი. ხო, ანუ ყველა ფიქრობდა, რომ პროგრამისტები გამოიყენებდნენ, რა ვიცი, ტექნიკური საკითხები. და ხო, უცბად აღმოჩნდა, რომ ემოციური ხარჯერისთვის ფსიქოლოგიური მომსახურება თვით განვითარების ასე შემდეგ, ანუ ადამიანების, ანუ ამ სისტემების შექმნეს, რომ ანუ ადამიანების ემოციური ესენი დააგმოყოფილა, ხო? ანუ აქ ეს ახლა კარგია თუ ცუდი მეორე საკითხია. კარგია თუ მეორე საკითხია. უბრალოდ აქ ისეთი თქმა მინდა, მე რაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს მოდელი არის ესეთი მოდელი, რომელიც ადამიანის სიმულირება ისწავლა და ადამიანის სიმულირება შეეცვლება ჩვენი ემოციების და ჩვენი სოციალურობის სიმულირებაც. ვართ მაგალითად რაღაცა Black Mirror-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ხომ არ აღმოჩნდით თუ მე მაგალითად მაგას თან კონტაქტის მაგიურად დამჯობინებენ რაღაცა. მე პირადად მაგისთვის არ ვიყენებ და ძალიან გამიკვირდა რომ აღმოვაჩინე რომ ჩემ გარშემოც აღმოჩნდა ადამიანი რომელიც ემოციური ურთიერთობა ანუ მეგობრებიან ამ მოდელებს ხო მე პირადად აქ მზადობს რომ რაღაცა ოფენიაში ვარ პროგრამისტი კითხულობ ჩემ პირად ცხოვრებაზე ერთი კიდე საინტერესო თემა რომ ჩვენ რასაც წერთ და რა დატასაც რა მასალასაც ინფორმაციასაც ვაწოდებთ ამ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან ხშირად ცნობიერების შესახებ რომ ეს სადღაც მუშავდება ხო აი რაღაცა უფასო სისტემაა ძალიან მიყვარს ხოლმე ამას რა ამბობენ და ეს უფასოობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და ჩამთრევს ხდის განსაკუთრებით ვიტყოდი ბევრ ყველას მაგრამ მოსწავლეებს იმიტომ რომ მოსწავლეები მოწყვლადი ჯგუფია ახალგაზრდები არიან და რა ლიკინგი ასე ვთქვათ რა ინფორმაციის ხდება ამ სისტემაზე მე თავად შემიძლია ვთქვათ რომ უმეტესობას ამაზე
ცნობიერება არ აქვს და სინამდვილეში უფასო კი არ არის, ჩვენი მონაცემებით ვიხდით. ესე ვთქვათ, საფასურს, ხო? ეგ არის მთელი მოდელი ამ ყველაფრის, რომ მე კიდევ რაღაცას შევიყვანე, რაღაცა დავაგენერირებ და ამ შემთხვევაში აი კიდევ ერთხელ მიუბრუნდებ, მე რომ მშობელი ვარ, მე რომ მასწავლებელი ვარ, რა უნდა ვქნა? ხო, ამაზეც რომ დეტალებში ჩავიდეთ, ხო? თუ პროდუქტი არის უფასო, მაშინ შენ ხარ პროდუქტი ხარ რაღაცა ისეთი, ხო, გამოთქმა, ხო? ცოტა შეიცვალა პრინციპში ბიზნეს მოდელი, იმიტომ რომ მე პირადად ჩემი ყველა დიდი ხარჯი ბოლო პერიოდში არის ამ სისტემის უხდი ფულს, იმიტომ რომ ხო, ან თუ Facebook-ზე რომ რაღაცა სკროლავ და უფასოა, იქ რეკლამას გაჩვენებს და ამით მოიღებს ფულს, ეხა ეს OpenAI-ის კარგი მოდელი, რაც $200 ღირს და კოდირების მომანო. ეგენი ცოტა სხვანაირი მოდელია, მაგრამ აქვთ უფასო ვერსიებიც. უფასო ვერსიები ხშირად, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ზოგიერთი მოდელი გვეუბნება, რომ ეს მონაცემები იქნება გამოყენებული ტრენინგისთვის, ხო? ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებით მშობელმა ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. რომ როდესაც მისი შვილი იყენებს ამ ტექნოლოგიას, ნახოს აქვს terms of service, ხო, გამოყენების პირობები, ხო? რომ ატრენინგებენ თუ არა ეს კომპანია ამ მონაცემებზე. მაგალითად GPT-ს აქვს, რომ რაღაცა temporary chat, ანუ სხვადასხვა ისენია, რომ მეც გაკონკრეტებინებს, იყენებს თუ არა ეს კომპანია შენ მონაცემებს ტრენინგისთვის. საინტერესოა, მაგრამ იმისთვის რომ ეს ყველაფერი მშობელმა ქნას, პირველ რიგში მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და რაღაცა მე მაქვს ესეთი შეგრძნება, რომ ამ ინსტრუმენტების გამოყენება ხა ძალიან ბრმად ხდება. ანუ მშობელიც და ბავშვის ჯერ ძალიან უსაფრთხოდ აღიქმება, ხო? და მეორე იმისთვის რომ მე რაღაცა არ ვიცი, ან გამოყენება გავაკონტროლო, ან რაღაცა ლიმიტაცია დაუწესო, ან რაღაცა შევამოწმო, ამაზე უნდა მქონდეს გარკვეული ინფო. აი მარტივ მაგალითს ვიტყვი, ესეთი რაღაც შეგიძლია, რომ შენ ჩატი გაუშვია, რომ შენს მეგობარს რა ეს მოლაპარაკე და ნახე რა მითხრა, ხო? და ესეთი რაღაც მოხდა, რომ ამ გაშიარების დროს მოხდა ესე, რომ გააფაბლიქეს, ანუ გაასაჯაროეს და Google-ში აძლო ინდექსირება. და შენ რო დაგუგლავ, უცბად ამოგიგდებ და შენ ჩააც, ხო, ეს შეცდომა მოხდა, მაგრამ მოხდა, ხო, იმიტომ რომ ხო, ეს მაინც ახალი ტექნოლოგია, ბევრი რაღაცა ანუ ესე სილიკონის ველზე ეს არის პოპულარული, რომ გააკეთე და მერე მოიხადე ბოდიში. ანუ ესეთი ისა, რომ ჯერ რაღაცას აკეთებენ, ტესტავენ საჯაროდ და მერე იხდიან ბოდიში. და ამიტომ მე დავამფრთხილებ და ყველას ურჩევ, რომ ეს პირადი კი კომფორტულია, მაგრამ ძალიან საშიშია და ხო, მოდი ვიფრთხილ. თუ ალბათ მივალთ იმ დონეზე, რომ ლოკალური მოდელები გაჩნდება, რომელსაც მარტო ჩვენ კომპიუტერზე გავუშვებთ და ეგ გადაგვარჩეს მაგ პირადი უსაფრთხოებაც აი არა წუთ, მაგრამ open source გიაკოდის მოდელები გამოდის, რომელიც ხო, მაგრამ ჯერ ამისგან შორს ვართ. ზაიდეს თვითონ ეს რაღაცა unintended consequences რაც არის, ხო? ანუ ეს რაღაცა გამოვიგონე ძალიან მაგარი ტექნოლოგია და შეუშვი იმის ასე ვთქვათ განსჯის გარეშე თუ რა შეიძლება ამას მოხოს ან რაღაცა. მე მგონია რომ ამ ინსტრუმენტების ინტეგრაცია მოხდა ისე რომ ფაქტობრივად წინასწარ აფიქრი იმაზე ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე და ასე ახლა შეხედვართ და მსჯელობთ და დარწმუნებული ვარ ბევრი დისკუსია იყო ამაზე, მაგრამ აი უშუალოდ ის თუ სად მივდივართ, ძალიან რთულად წარმოსადგენი მომავალია და შენი პროგნოზი როგორია? მომავალი 4-5 წელი. და მე მგონი ეს რაღაცა ამის დავასრულოთ. კი ბატონო. ჩემი პროგნოზი არის, რომ შეიძლება სუპერ ინტელექტს ვერ მივახციოთ, მაგრამ ეს ინკრემენტულად გაიზრდება ამ მოდელების შესაძლებლობები და რაღაც მომენტში უკვე ის დისკუსია რომ ეს ადამიანი ჭკვიანია თუ არა, აზრს დაკარგავს, იმიტომ რომ ყველაფერს გააკეთებს ისე რაც ჩვენ გვჭირდება, რასაც სხვა ადამიანი გააკეთებდა. და ძალიან გართულდება უარი ვთქვათ ამ ტექნოლოგიის გამოყენება და დიდი გამოწვევები გველის ყველა სფეროში. და ხო, ჩემი ხდება მასწავლებლის როლი? ხო, მასწავლებლის როლი ხო. ან ძალიან დიდი გამოწვევები და ყველა პროფესიას მოუწევს ამასთან გადააზრება და ჩემი აზრით ყველაზე რასაც ალბათ ყველა უნდა ვაკეთებდეთ არის რომ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდეთ ამ ტექნოლოგიებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, საზოგადოება, ინსტიტუციონალურად და ამ მიმართულებით ხედავდეთ SiteMeet-ის ვიაზრებთ იმას, რომ ექსპონენციალური ზრდის ფორმა აქვს და ექსპონენციალური ზრდას ხასიათებს ის, რომ თავიდან ელამედის და უცბად ბოლო 2-3 წელში შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან დიდი ნახტომი. ხო, ანუ ჩემი ასე ვთქვათ მესიჯი ალბათ მაგ მიმართულებით იქნება, რომ არ გადავდოთ ამაზე ფიქრი. ხო, და როგორ მომემზადოთ?
ამ ყველაფრისთვის. ხო, პირველ რიგში ექსპერიმენტები, ნახოთ რა შეუძლია, ნახოთ რა არ შეუძლია, ჩვენ თვითონ ვცადოთ და როგორც თავიდან დავიწყე, ხო? ამ სისტემებს არავინ არ ასწავლა ნაბიჯ-ნაბიჯ ეს გააკეთეს. თვითონ შეიძინეს რაღაც შესაძლებლობები. ეს შესაძლებლობები უნდა აღმოვაჩინოთ სფეროს ექსპერტებმა, ყველა სფეროს ექსპერტებმა უნდა აღმოვაჩინონ როგორც შესაძლებლობები, ისე შეზღუდვები და აქედან გამომდინარე ამ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით დავეხმაროთ ერთმანეთს უკეთესად გამოყენებისთვის და იმ წინაღობების და იმ საფრთხის არიდებისთვის, რასაც აღმოვაჩენთ, ხო, ჩვენი ამ ურთიერთობიდან. ეხლა ეს აბსოლუტურად გეთანხმებით და მოყვები, მაგრამ ისევ და ისევ ვინაიდან გვაქვს საქმე რაღაცა მოსწავლეებთან, მე ხა ჩემი იქიდან ვიყურებ ჩემი თვალით და ჩემი გადმოსახედიდან, ვინაიდან რადგანაც გვაქვს ამ რაღაცა მოწყობილ ჯგუფთან საქმე, ალბათ მეტი სიფრთხილით. პირველ რიგში ცნობიერების და ცოდნის ამაღლებით, მე ესე ვუყურებ, არ ვიცი, იმასთან დაკავშირებით, თუ აი რაღაცა რას ვიყენებ, რა ლიმიტაციები აქვს, რა რისკები აქვს, რაღაცა როგორ დავერგოთ, თქვა, უარს არ ვამბობ დანერგოდი, მაგრამ როგორ მოვარგოთ, იქნება უკეთესი და ამაზე როგორც შენ თქვი, ხო, რაღაცა ამაზე ფიქრი არ უნდა შენელდეს. შოთა, ესე იგი, ყავს სამი რგოლი, ხო? ყავს მასწავლებელი, ყავს მოსწავლე და ყავს მშობელი. და აი ამ სამ რგოლს, ასე ვთქვათ, რაღაცა რეკომენდაციების სახით რომ მივცეთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. ხო, აი დავიწყოთ სიტყვაზე მოსწავლით. რას ურჩევდი მოსწავლეს? კი ბატონო. როგორც თქვით, ჩვენი გუნებრივი უნარები მოითხოვს ვარჯიშს, თუ არ ვავარჯიშებთ, შედეგს ვერ ვიღებთ. ეს სისტემები ძალიან გვიმარტივებს რაღაცას, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ მოსწავლის მიზანი რაღაცა უნარი აითვისოს, თავის მოტყუებაა, რომ რაც გადავალბარეთ და იმას გავაკეთებინეთ. ნახოთ ყოველთვის ურჩევდი მოსწავლეს, რომ თვითონ ამ სისტემას უთხრას, რომ დამეხმარე ეს ვიმეცადი. და თვითონ ამ სისტემებმა იციან, რომ თუ ეტყვის, რომ მე ვარ მოსწავლე და მის ამაში ვივარჯიშო, მოურგებს შესაბამისად უფრო აქტიურ დავალებას მისცემს. ხო, როგორც ახსენეთ, სოკრატული მეთოდი, დამეხმარე ამ კონცეფტის გაგებაში სოკრატული მეთოდი თუ ვთხრას. ამ ვთხრას, რომ დამიგენილე მარტივი ქვიზი ამ თემაზე. ან დამიგეგმე რაღაცა პატარა გეგმა მომეცი, როგორ მივუდგე ამ პრობლემას. და განსაკუთრებით ურჩევდი გამოვიყენო Gemini-ის მოდელები, რომელსაც ქართულიც უკეთ იცის და ეს სწავლის მეთოდები ჩანერგილი აქვს და დაეხმარება თვითონ მოსწავლის საუკეთესო მეთოდებით იმეცადინოს. გადავალთ მშობელზე, ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ რაღაც არასწორი უთხრას. აი ამ კვიზებსა და გენერირების გააჩნია თემას. ისეთ თემას, რაც ასაი ფიზიკის სასკოლო მასალებზე ძალიან დიდი სანდოობა, იმიტომ რომ უდიდესი მასალა ამაზე მიწოდები, რაც უფრო ნიშურია, რაც უფრო არა ზოგადია თემა, უფრო იზრდება შანსი, რომ შეცდომა მოვუდეს. ამისთვის არსებობს რამდენიმე მიდგომა, ერთ შეგვიძლია აუტვირთოთ წიგნი სახელმწიფო, რასაც ვიფუძნებით და ეს გაზრდის აკურატულობას და სანდოობას და ასევე არსებობს ესეთი ინსტრუმენტი Notebook LM-ი, რომელიც ასევე არის Google-ის, სადაც ვუტვირთავთ ჩვენ დოკუმენტაციას და უკვე ეს მოდელი აღარ გადის ამ წყაროების მიღმა, ანუ არაფერს აღარ მოიგონებს. და მაგრამ Notebook LM-ს ურჩევ ყველას, დასრულსაც, მოსწავლესა, სტუდენტსაც, აქვს ძალიან კარგი ფლეშკარდების დაგენერირება, აუდიო პოდკასტი შეუძლია გააკეთოს, მათ შორის ქართულ ენაზე და ძალიან კარგი სასწავლო ინსტრუმენტია. კარგი, მადლობა. ახლა უშუალოდ გადავიდეთ მშობლებზე. რას ურჩევთ მშობლებს? ურჩევდი, რომ თვითონაც ცადონ. ჩადგნენ მოსწავლის როლში და ცადონ რაღაცა ისწავლონ და თვითონვე მიხვდებიან რა მომენტში აი ეს გონებრივი ვარჯიშის შესაძლებლობას ართმევს და რა მომენტში პირიქით აძლევს და თან ბავშვთან ერთად რაც საერთო თვითონაც ადონ ერთად რაღაცები გააკეთონ და ერთად აღმოაჩინონ მისი შესაძლებლობები და თან მშობელს უფრო შეუძლია ხო უფრო ღრმად ჩაყვეს და ღრმად გაარჩიოს ვიდრე მოსწავლე და ერთი ის რომ მიაქციონ თავის შვილებს ყურადღება რომ რაღაცა ზედმეტ ემოციურ სიყვარულში არ გადაეზარდოს და ამის კონტროლი განახორციელონ. განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ისედაც აქვს ხო ეს რაღაცა არ ვიცი სიმურცხვე და საინტერესოა როგორ უნდა შეუწყოთ ხელი იმას რომ ზედმეტი დამოკიდებულება არ გაჩნდეს ბავშვსა და ამ
ინსტრუმენტებს შორის და გულ წავახალისოთ ის ამბავი, რომ მე პირიქით ვარ, რომ მთლიანად ამაზე არ მოხდეს რა დამოკიდება. და მესამე ყავს ყველაზე საინტერესო ჩემთვის მასწავლებელი, მასწავლებლებს რას ვუჩვენ. ხო, ხო, პრინციპში მასწავლებელს ალბათ ყველაზე საინტერესო მაინც მასწავლებელთვის არის ეს ინსტრუმენტები. როგორც ყველა პროფესიის ადამიანს ურჩევდი, რომ რა მენტალური მოდელი გვაქვს ამ სისტემების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ მივუდგეთ როგორც Google-ს, რომელსაც რაც დავგლოთ, რაც მიპასუხებს, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ბოლო ტრენინგზე იყავით და ვიღაც ადამიანს ესაუბრეთ, რომ ძალიან კარგი სპეციალისტი იყო. და რაც კითხვები დაგჭირთ. და მარტივად შეგიძლია უთხრათ Gemini-ის მოდელს, რომ მოირგე რაღაც განათლების სპეციალისტის ესა და ეს როლი და მოდი დამეხმარე აი ამ სემესტრის სილაბუსის აწყობაში. ან დაიხმარეთ რაღაცა პრობლემური შემთხვევა გქონთ საკლასო ოთახში. უთხარით, რომ თქვენ ბავშვთა ფსიქოლოგი დავშვით. ანუ ეს წარმოვიდგინეთ როგორც კვალიფიციური ექსპერტი და ესაუბრეთ როგორც კვალიფიციური ექსპერტი, თან უთხარით თქვენ ვიხართ, სადასწავლით, რას აკეთებთ და აი ესეთი მოდელით დამივიდგეს ჩემს მასწავლებელი, როგორც რაც ექსპერტი, არის ექსპერტი. თან ახლა მასწავლებელს მეტი უნარი აქვს, რომ გაარჩიოს რასე ტყვის კარგს და რასე ტყვის ცუდს, ხო? და უფრო მეც ამოიღებს მასწავლებელი თავისი უკვე არსებული პროფესიული ცოდნიდან გამომდინარე და უფრო საინტერესო კითხვებსაც დაუსვავს და როგორც დავიწყეთ, ისეთ რაღაცებს აღმოაჩენს, რაც ამის შემქმნელებს საერთოდ არც იციან, რომ ეგ შეუძლია ამ მოდელს შეიძლება. ძალიან მაგარი. ძალიან დიდი მადლობა შეთო მოსვლისთვის, დროის გამონახვისთვის, ძალიან საინტერესო საუბარი იყო. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით. მადლობა, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო. ჩვენს YouTube მაყურებლებს კი ვეთქვი, რომ ეს იყო სასარგებლო პოდკასტი, რომელიც არის ბეწამულ ქართული აკადემიის ახალი პროექტი. გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და მოიწონეთ ვიდეო და დაგვიტოვეთ კომენტარები. მადლობა, შეხვედრამდე.